დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ძალიან საინტერესო თემაზე, სამზარეულოს ჰიგიენა. ხედავთ როგორი ფორიანია, ხო? ამიტომ მისი ბოლომდე გარეთ, ისე როგორც ჩვენ გვინდა შეუძლებელია. სამზარეულო არის საუკეთესო გარემო იმისთვის, რომ მიკრობები გამრავლდნენ. დაბინძურების პირველი სტადია არის კრიალას სლიპინაზე დაპირი და დაბინძურების მძიმე სტადია არის უკვე ხორკლიანი. მოგესალმებით ყველას კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა რომ გვიყურებთ. ეთერშია პოდკასტი ჯანმრთელობის მატრიცა, რომლის სპონსორის გახლავთ კლინიკა ნეოლაბი და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ძალიან საინტერესო თემაზე, ეს არის სამზარეულოს ჰიგიენა და სწორედ არასწორად დასუფთავებული სამზარეულოდან და არასწორად მოხმარებული სამზარეულოდან და იმ წესების არდაცვის გამო შესაძლებელია ძალიან ბევრი დაავადება დაემართოს ადამიანს თან განსაკუთრებით ზაფხულში. მაია მივესალმოთ მაყურებელს და როგორც იქნა მე და შენ პირისპირ ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდით, ხო? მოგესალმებით და მინდა უბრალოდ ხაზი გაუსვა, რომ დღეს ჩვენ ხა ჰიგიენის და დასუფთავების ხაზგასმა კი არ გვინდა, უბრალოდ ინფექციური დაავადებების კონტექსტში ვაპირებთ ამაზე ლაპარაკს, რომ თავი დავიცვათ სხვადასხვა ბაქტერიული, ვირუსული და პარაზიტული ინფექციებისგან ჩვენ საკუთარ სამზარეულოში. ხო, მოდი დავიწყოთ, ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი ხის დაფა და ხის ზედაპირები ზოგადად, ანუ ფომიტები კოვიდის დროს ძალიან ადვილად შეისწავლა ეს ტერმინი საზოგადოებამ. ხის ზედაპირები ზოგადად ძალიან კარგად იწოვს ნებისმიერი სითხე იქნება თუ რაღაც ნივთიერება, რასაც ვჭრით ხოლმე, ხო? ამას როგორ უნდა, რამდენად კარგი არის, როდესაც ხის დაფებს ვიყენებთ სამზარეულოში და ასევე ვიცი რა მინდა გითხო, ერთ დაფაზე შესაძლებელია თუ არა დაიჭრას მწვანილიც და ხორციც. ხის დაფები მოხერხებულია და დამკვიდრებული პრაქტიკაა და შეგვიძლია გამოვიყენოთ, უბრალოდ თავარი რომ სწორად გამოვიყენოთ. აი აქ შევხედოთ, ყველა ხედავთ როგორი ფორიანია, ხო? ამიტომ მისი ბოლომდე გარეთ, ისე როგორც ჩვენ გვინდა შეუძლებელია. შესაბამისად, ერთადერთი სწორი მეთოდი არის გავმიჯნოთ, ხორცის დაფა უნდა იყოს ცალკე. მწვანილი ვინაიდან უკვე გარეცხილია, როდესაც ჩვენ მას ვჭრით, ამიტომ იდეალურად სუფთა უნდა იყოს დაფა და ხორცის დაფას ვერ გამოვიყენებთ მწვანილის დასაჭრელად და ვერც ერთი სხვა იმ პროდუქტის დასაჭრელად, რომელიც უკვე მზა არის, ანუ პირდაპირ უნდა გამოვიყენოთ თერმული დამუშავების გარეშე. ამიტომ აქედან გამოსავალი აი ეს არის, მოკლედ რომ ხორცის დაფა ცალსახად უნდა იყოს ცალკე. ცხადია, გარეცხვაც სწორად უნდა გავაკეთოთ, მარტო გამიჯნო არ გვიშველის დამუშავება. ანუ ყოველთვის საპნიანი, ქაფიანი წყლით უნდა გაირეცხოს და მერე კარგად გაივლოს და თავარი, კარგად უნდა გამოშრეს. ახალი გარეცხილი დაფა არ უნდა შევინახოთ სადღაც. ზოგადად სასურველია რომ დაფები გარეთ იყოს, ანუ ჰაერზე იყოს და ბოლომდე კარგად უნდა გამოშრეს, იმიტომ რომ აქ თავარისაა რომ ნესტის პირობებში გამრავლდებიან ბაქტერიები, ობი და ასე შემდეგ. ძირითადად რა ტიპის დაავადებები მოდის ხოლმე არასწორად დამუშავებული, არასწორად მოხმარებული სამზარეულოდან, ანუ რა დაავადებებზე ვსაუბრობთ და რამდენად საშიშია ეს დაავადებები ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ასე გამიჯნა რომ ეს გინდა თუ არა ადამიანს სამზარეულოში დაემართა, რა თქმა უნდა შეუძლებელია, მაგრამ სამზარეულო არის საუკეთესო გარემო იმისთვის, რომ მიკრობები გამრავლდნენ. ადამიანები ყოველთვის უფრთხიან მიკროორგანიზმებს და გარეთ ძალიან ყურადღებით არიან, რომ რაიმე მიკრობი არ დაემართოთ, მაგალითად ბავშვებს ეუბნებიან რომ ხელები დაიბანონ, არაფრით არ აიღებენ იატაკზე დავარდნილს და ასე შემდეგ. ხო, რაღაც ელემენტარული ჩვევები გვაქვს, მაგრამ შედარებით ნაკლებად ამახვილებენ ყურადღებას, რომ თითქოს ერთი შეხედვით ზედაპირულად სუფთა სამზარეულოში, რა საფრთხე შეიძლება იყოს. ამ დროს საფრთხეები საკმაოდ ბევრია და ნებისმიერი ინფექციური დაავადებები, რომლებიც ხშირად გვხვდება, ვირუსული იქნება, ბაქტერიული თუ პარაზიტული, შეიძლება ჩვენ საკუთარ სამზარეულოში მრავლდებოდეს. და ის ადგილები, სადაც ეს ხდება, მრავლდებიან, რამდენიმე შესაძლოა ჩვენ დავიწყეთ დაფებით, ხო? მაგრამ დაფების გარდა ბევრი სხვა კომპონენტია სამზარეულოს ისეთი, სადაც ჩვენთვის უხილავად, კიდევ ვიძახი, ზედაპირულად შეიძლება სრულიად სუფთად გამოიყურებოდეს და იქ მიკროსკოპით რო ჩავხედოთ, შეიძლება გული გაგვისკდეს, ისევ დაფუთფუთებდნენ ბაქტერიები. აი ახლა ეს რასაც აკეთებენ ხოლმე და ხელს რო აშველებენ მერე ეს ხელი შეშველება არ არის პრობლემა. თავარი ის არის რომ მერე აი ეს ამასაც ხედავთ როგორი ფორიანია, ხო? წარმოგიდგენთ როგორი საყვარელი ადგილი შეიძლება გახდეს ის მიკროორგანიზმებისთვის. სველია, საკვების ნარჩენები, შეიძლება თვალით ვერ ხედავდეთ, მაგრამ მაინც რჩება და ფორიანია.
და შესაბამისად ბაქტერიებისთვის შესანიშნავი ნიადაგია. აი ესეთი სველი გამოყენებული ტილო ჩვენ რომ მიკროსკოპში ვნახოთ, აღმოვაჩენთ კატასტროფა იქნება იმდენი ბაქტერია. რა უნდა ვქნათ, ხო, მაშინ ბარემ რომ მოვაყოლოთ კითხვას. ხო, კიდე აქვე მინდა ვთქვა, აი თუ დავაკვირდებით, ხშირად ამ მაგიდის ტილოს აქვს სპეციფიური სუნი. კი, ცუდი სუნი. აი ეგ მაგიჟებს ხოლმე, ხო. ეგ სუნი რას ნიშნავს? ეს არის ბაქტერიების შედეგი, კი. ან ბაქტერიების გამრავლების. ამიტომ, ნუ საუკეთესო ვარიანტია თუ ჩვენ ვეხმართ სამზარეულოს ქაღალდს. მაგრამ ნუ ამაზე ვიცი ზუსტად პირდაპირ ქოქოლას მომაყრიან, რომ ამდენი ფული ხალხს არ აქვს და მართალია ეს ფინანსურად ადვილი არ არის სულ სამზარეულოს ქაღალდის გამოყენება. და ცოტა ისე სტერეოტიპიც არის. მე მახსოვს ერთხელ სამზარეულოს ქაღალდს ყიდულობდი მაღაზიაში და რაღაც ქალმა მკითხა ეს რა არისო, რა გინდაო და ნუ ავუხსნე რომ ეს სამზარეულოში ვიყენებ მეთქი და ნუ ძალიან მეჩხუბა იქვე რომ როგორი ზარმაცები არიან ქალები რომ ეზარება ტილოს გარეცხვა როგორ შეიძლება ქაღალდით გადაწმენდა მაგიდის. ანუ ეგ სტერეოტიპიც არსებობს, მაგრამ ფინანსური შეზღუდვაც არსებობს, რა თქმა უნდა. ამიტომ თავარია თუ ვიყენებთ ნაჭრისას იყოს idеალურად სუფთა. ანუ საპნით უნდა გავრეცხოთ აუცილებლად ყოველი გამოყენების მერე, ან სამზარეულო ჟელეთი თუ რა ვიცი, სარეცხმაქანაში idеალურია. და მე უნდა კარგად გააშრეს. აი თავარი ეს არის, რომ კარგად უნდა შრებოდეს. აი ესე მიკუჭულს თუ მივაგდებთ, რაც არ უნდა კარგად გავრეცხოთ, ის მაინც პრობლემური რჩება. და აი მეორე ნივთი რომელიც გიჭირავს. ესეც რომელიც არის უსაყვარლესი ადგილია ბაქტერიების გამრავლებისთვის და იგივე თემაა აქაც. ესე სველი, მიკუჭული, ღრუბელი. თან იწოვს ყველაფერს. კი. იგივე შეიძლება ვთქვათ, ეხლა დღეს ჩვენი თემა არ არის, მაგრამ აბაზანაში ბევრი ადამიანი იყენებს სხვადასხვა ტიპის ტანის გასაწმენდ ღრუბელს. ისის თუ არ გამოშრა გარეთ აერზე, უამრავი მიკროორგანიზმი დარჩება ზედ და რისკებს შევიქმნით. მოკლედ, აი ეს ტილოები და ღრუბელი არის ერთ-ერთი მთავარი ადგილი. და კიდევ ბევრი სხვა ადგილები, რომელზეც უნდა ვისაუბროთ აუცილებლად. აი მაცივარზე მინდა შეგეკითხო. აი ხშირად ჩვენ ვდებთ ხოლმე მაცივარში ხორცს და პირდაპირ საყინულეში არ ვდებთ და შესაძლებელია ეს ხორცი, რომელიც მაცივრის იმ განყოფილებაში იდება, წვენი გაუშვას, როგორ უნდა დავასუფთავოთ მაცივარი. ხო, მაცივარი ერთი მთავარი ადგილია, რომელიც მთელი მეცნიერება მაცივარში როგორ უნდა უჯრები სადაც არის ასევე, ხო? კი. აი, როდესაც რაღაც ეპიდაფეთქება არის ხოლმე და რესტორნებს ამოწმებენ სურსათის უნებლობის ადამიანები ან ეპიდემიოლოგები, იქ მთელი პროცედურებია, რომლებიც დაცული უნდა იქნას და პირველ რიგში ამას ამოწმებენ, გაუმართავია თუ არა. და ჩვენ სახლში ფაქტიურად იგივეს უნდა ვაკეთებდეთ, იმიტომ რომ ხო არავინ არ გვამოწმებს და ეპიდემიოლოგები არ მოდიან, ამიტომ ჩვენ უნდა გქონდეს უნარჩვევების კი არა, აი დასავლეთ ქვეყნებში ზოგიერთ ოჯახში შეიძლება ნახოთ ამობეჭდილი ჩეკლისტი რა უნდა დაიცვან, რომ არ დაავიწყდეთ, იმიტომ რომ იციან რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაცივარში წვენი გაუვიდეს ხორცს ეს მარტო ჩვეულებრივ მაცივრის ნაწილზე არ არის, საყინულეზეც იგივე ითქმის. პირველ რიგში დავიწყოთ იქიდან რომ ხორცი, თევზი ერთად არ შეიძლება ალბათ ხომ? ეს ხო, მაგრამ როდესაც ვიყიდით, იქ შენახვის ვადა რაც უწერია, იმას არ უნდა გადაშორდეს ჩვეულებრივ მაცივრის განყოფილებებში და თუ არ გამოვიყენეთ, უნდა სასწრაფოდ გაიყინოს. თუ მაშინვე არ ვიყენებთ, ჯობია თავის შეფუთვაში იყოს, თუ ის შეფუთულია და არ განვფუთოთ. აუცილებლად ეს უმი ხორცი და თევზი უნდა ინახებოდეს ქვედა განყოფილებებში, იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება თვალით ვერ ხედავდეთ და ყველა შემთხვევაში იქ რაღაცა შეიძლება ჩამოიწუწოს და მზასაკვებს დაეწოთოს. მზასაკვები უნდა იყოს ზედა თაროებზე, რომელიც მერე თერმულად არ მუშავდება, რომ დაცული იყოს ჩამონაწვეთებისგან. რძის პროდუქტები. ანუ ეს უკაცრავად მოდი გავამახვილოთ ყურადღება ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი რჩევაა, რომ მზა, საკვები ყოველთვის უნდა იყოს მაცივრის ზედა თაროზე. და რომ ზედ არაფერი დაეწოთოს და პირიქით ანუ თქვათ რომელიც არის პროდუქტი რომელსაც შემდგომი მომზადება ჭირდება ის ყოველთვის უნდა იყოს ქვედა თაროზე და ესეც ძალიან მარტივი რჩევაა რომ ხო არ მოხდეს კონტამინაცია ანუ დაბინძურება. მეორე საკითხი რძის პროდუქტები ჩვენ ხშირად გვაქვს ჩვევა მეც მაქვს ხანდახან და მე თავს ძალას ვატან ხოლმე რომ ახსენდება რომ არასწორად ვაკეთებ რძის პროდუქტების რძის კეფირის მაწვნის ბოთლების მაცივრის კარებში ჩადგმის. არასწორია ეს.
იმიტომ რომ მაცივრის კარები ყველაზე ნაკლებად სწორად რეგულირდება ტემპერატურულად, ანუ ყველაზე მეტი ფლუქტუაცია რყევები ტემპერატურის კარებზე. ამიტომ რძის პროდუქტები არ ღირს რომ იყოს კარებზე. ის კი არა მთლად წესით კვერცხიც არ უნდა იყოს, მაგრამ რაღაცნაირად ის ისეთ დამკვიდრებული პრაქტიკაა, რომ ამას არაფერი არ შეცვლის. იცი რატომ მაცივარიც რომ გამოდის ბრენდები პირდაპირ აი ეს კვერცხის ჩასადები კონტეინერები რაც არის პირდაპირ მაცივრის კარში ათავსებენ და ამიტომ ეს ალბათ არ შეიცვლება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში კვერცხი რო ცალკე დახურული უნდა იყოს, რომ არ მოხდეს დაბინძურება კვერცხის ნაჭუჭისგან სხვა პროდუქტების, ესეც ფაქტია, მაგრამ რძის პროდუქტები მაინც ჯობია რომ მაცივრის კარებზე არ შევინახოთ, იმიტომ რომ სტაბილური ტემპერატურა უფრო არის ძირითად განყოფილებებში. მწვანილი და ბოსტნეული ხილი, გაურეცხავი ხილი, ბოსტნეული და მწვანილი უნდა იყოს შესაბამის განყოფილებებში დახურული ქვემოთ. იმიტომ რომ იქ ბაქტერიების რისკია და იზოლირებული უნდა იყოს სხვა პროდუქტებისგან. და რაც თავარია მოკლედ, გამოუყენებელი პროდუქტები სასწრაფოდ მალევე უნდა გაიყინოს. მაგალითად, მომზადებული საკვები, რომელიც დაგვრჩა და გვინდა შემდგომში გამოვიყენოთ, ხო? აქაც პირობითია და სხვადასხვა საკვებს სხვადასხვა დრო აქვს, მაგრამ საშუალოდ უხეშად ჯობია რომ 3 დღეზე მეტხანს მაცივარში არ ინახებოდეს. ასევე ხშირად გვინახავს მაცივარში პირდაპირ ესე თებში ღიად ან ჯამით შენახული, არაფრით არ შეიძლება, უნდა იყოს თავდახურულ კონტეინერში პოლიეთილენის პარკი მაინც რომ კონდეს გადაკრული. რომ არ ბინძურდებოდეს, იმიტომ რომ ბაქტერიები შეიძლება იყოს და კიდევ ერთი მთავარი. არ უნდა იყოს ძალიან გამოტანილი მაცივარი. ძალიან კარგია, ყველას გისურვებთ გამოტანილ მაცივებს, მაგრამ გარკვეული ზომიერების ფარგლებში, იმიტომ რომ ცივი ჰაერი უნდა ცირკულირებდეს იქ და ხშირად ეს ერთმანეთზე რო ადევს ვერ ცივდება საკმარისად და განსაკუთრებით აი ზაფხულში ამ წესებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. იცი რა მინდა კითხვა, აი კვერცხი ახსენე შენ და ძალიან ხშირად ძალიან ბევრი ადამიანისთან მინახავს ხოლმე სამზარეულოში, რომ უცბად მაგალითად ერბო კვერცხს რო წვავენ ტაფაზე, კვერცხს არ რეცხავენ და ესევე პირდაპირ ტაფაზევე შეატეხავენ და აგდებენ შიგნით. ანუ კვერცხის გარეცხვა გამოყენებამდე რამდენად მნიშვნელოვანია. ან თუნდაც მაგალითად ჩვენ ბავშვობაში იყო ხოლმე მიმახსოვს რომ დამდებდნენ გოგლი-მოგლი ეს სოფლის კვერცხები რაც იყო, აი რა საფრთხის მომტანი შეიძლება იყოს გაურეცხავი კვერცხი. გოგლი-მოგლით დავიწყებ, კარგია რომ გოგლი-მოგლი გადაშენდა საერთოდ და აღარ იყენებენ, იმედია ყველასთან გადაშენდა, იმიტომ რომ გოგლი-მოგლი იყო სრულიად არაჯანსაღი პროდუქტი, იმიტომ რომ აი რატო აძალებდნენ ბავშვებს დღემდე ვერ ხვდები, არის უმი კვერცხი, უკვე რისკის ფაქტორია, შიგაქვს უამრავი შაქარი, რა შეჭირდებოდა ბავშვს გოგლი-მოგლი არ ვიცი, მაგრამ ეგეთი დიდი ბევრი სტერეოტიპი იყო. თევზის კონს გასმევდნენ ბავშვობაში? არა. ნუ თევზის კონს კიდე რაღაც გამართლება აქვს, შეიძლება აი ომეგა ცხიმების გამო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ესე ტანჯვად რო ახსოვს ზოგს, მე არა საბედნიერად. მე ყველაზე ცუდად მახსოვს, აი კალცი იყო ხოლმე სითხეებით იყო ჭიქი, ყოზით რო გვასმევდნენ. ნუ კალციუმი და თევზის კონი კიდე რაღაც რაციონალური ახსნა აქვს და გოგლი-მოგლის საერთოდ რეშუეში არ ვიცი, ისე როგორც მაგალითად ჩაი და კარაქიანი პური რო აუცილებელი იყო ბავშვებისთვის. და დღეს ასეთი ტანჯვაა, ამაზე ცალკე ვილაპარაკებ სუპები. სულ მაგაზე ვილაპარაკობ, რატომ ტანჯავენ მშობლები ბავშვებს სუპებით. აი ეს კითხვა არის ერთხელ Facebook-ზე პოსტიც დავწერე ამაზე და დიდი რისხვაც დავიმსახურე. ეხაც გონია რომ ხო ამის გამო სუპებთან დაკავშირებით შენი ის განცხადება იქნება რისკვის საგანი. არა, უშო სამაგერად ბავშვებს გავახარებთ. ოღონდ ეს სწორია, აი რატო ტანჯავთ ბავშვს სუპებით, მაგრამ დაუბრუნდით ისე თემას. კვერცხს რაც შეეხება, კვერცხი სხვათა შორის აქაც ძალიან ინდივიდუალურია, რომელ ქვეყნებზე ვლაპარაკობთ. ზოგიერთ ქვეყანაში კვერცხი რეალიზაციამდე გაყიდვამდე ირეცხება ისედაც. ჩვენთან ეს არ ხდება, კონტეინერებში ვხედავთ ხოლმე დასკლინტული კვერცხები დევს, ძალიან ხშირად ძალიანაც დაბინძურებულია ვიზუალურადაც წროული. კი. კვერცხი სანამ მაცივარში შევინახავთ, აი მანამდე გარეცხვა არ არის მიზანშეწონილი. იმიტომ რომ ის მოკეთ იქ რაღაცა ის მიკროორგანიზმებში ვერევით და უფრო შეიძლება ფორებში შეაღწიოს. მაგრამ გამოყენების წინ უშუალოდ კი რა თქმა უნდა კარგია თუ გავრეცხავთ, იმიტომ რომ ზოგჯერ მართლა თქვენს არ იყოს ვიზუალურად ზედ ფეკალიები აქვს ხათმის. მაგრამ აი ზოგიერთი როდესაც ყიდულობს მაცივარში შენახვამდე რეცხავს. ეს პრაქტიკა არ არის სწორი. მაგრამ უშუალოდ გამოყენების წინ კარგია რომ გაირეცხოს. და ისევ რომ გადავიდეთ შენახვის წესებს კიდევ ერთხელ რომ გავყვეთ. გამოუყენებელი საკვები მოკლედ თუ 2-3 დღე არ გამოვიყენებთ ნარჩენებს, ჯობია რომ კი არა და აუცილებელია რომ გავყინოთ და იყიდება სპეციალური ესეთი შესაკრავიანი პარკები, რომლებიც გაყინისთვის ელვაზე რომელიც არის ხო? ნუ აქაც ისევ არაერთხელ
მედავებიან ხოლმე ძალიან ძვირია, კი ძვირია, სამწუხაროა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ მაინც ვალდებული ვართ ვთქვათ, რომ კარგია და სპეციალურად შექმნილია ამისთვის. სხვათა შორის მთელი რიგი პლასტიკები, ანუ პლასტიკური მასალები თუ არ არის განკუთვნილი საყინულისთვის, გაყინვა არ შეიძლება, იმიტომ რომ შეიძლება ვთქვათ პროდუქტისთვის ქიმიური კუთხით იყოს ცუდი იმ პლასტიკების გაყინვა. ამიტომ თუ სპეციალურად გასაყინი პლასტიკი არ არის და ესეთი იყიდება ესეთი პარკები, როგორც წეგან თქვი შენ შესაკრავიანი და აწერია რომ პროდუქტების გასაყინად გამოიყენება, ესენი უსაფრთხოა. მოკლედ უნდა გავყინოთ და მე უკვე გაყინული უსაფრთხოა. ასევე მინდა მოდით კონკრეტულ დაავადებებს შევეხოთ. ზაფხულში ეს ძალიან იმატებს ხოლმე, ესეც ბუნებრივია ხომ, ანუ ჰაერის ტემპერატურა უფრო მეტად მომატებულია და შესაბამისად, თქვათ, ზამთართან შედარებით ბევრად უფრო ბევრი მოდის ხოლმე კლინიკებში ინტოქსიკაციით ადამიანები. ძირითადად აი რა დაავადებებით შემოდიან რომელიც თქვათ ხო სამზარეულოში არის სამზარეულოს მაგრამ მოდი სანამ მაგაზე გადავალთ სამზარეულოს კიდევ რამდენიმე ადგილს შევეხოთ სად არის პრობლემა სად უნდა გავუფრთხილდეთ ერთ-ერთი ასეთია ეგრეთ წოდებული ტრაპი როგორც ხალხი ეძახის მოდი დავარქვათ იმ ისახელი რაკოვინის ტრაპი მაგრამ ისე მოკეთ ნიჟარის გასასვლელი თუ რა ვიცი რა ქვია ჩვენ შეგვიმჩნევია ხოლმე ალბათ რომ ხშირად როდესაც ამოვიღებთ იმ საცობს რომელსაც ვაცობთ რაღაცნაირი პრიალა სლიკინა შეგრძნება აქვს ხო ეს არის ბაქტერიების ცხოველქმედების პროდუქტი ამიტომ მანდ მოვლა ძალიან მნიშვნელოვანია ხშირად უყურადღებოდ რჩება ეგ ადგილი და ამ დროს მან თუ სუფთა ჭურჭელი მოხვდება ან რაღაცას ვრეცხავთ სუფთას საშიშია ამიტომ ეგ რაღაცნაირი სლიკინა ზედაპირი, რომელიც მარტო მანდ კი არა, შეიძლება ბევრ ადგილზე შეგვხვდეს. აი მაგალითად, თუ ჩვენ გვაქვს ჭურჭლის საშრობი და ხშირია პრაქტიკა ეს ოჯახში, ხო? როდესაც ამ ნიჟარის ზემოთ არის თარო, რომელზეც ვალაგებთ გარეცხილ ჭურჭელს, ხო? იმის ქვეშ რომ დდევს რაღაცა თასი თუ რა ვიცი რაც იქნება. კონტეინერი, რომელიც თქვა ჩამოწოლდა. იმას ხშირად თუ გადმოიღებთ და შეხედავთ, ან ზედაპირეს სლიკინა აქვს, ან ხორკლიანი. და ცოტა ზოგჯერ მოვარდისფროფერი აქვს ხოლმე. ეს არის ეგრეთ წოდებული ბიოფილმი. ბიოფილმი არის აპლიკატორივით ეკვრება, ხო? კი, მასა, რომელსაც ქმნიან ბაქტერიები. და როგორ? ეს მთელი მეცნიერება ბიოფილმის წარმოქმნა ძალიან მოკლედ და უხეშად გავმართავ. ანუ ბაქტერიები ეწებებიან ერთმანეთს და ზედაპირს მჭიდროდ, მათი თავდაცვის მექანიზმია გადარჩენის და ქმნიან მასას რომელიც მერე უბრალოდ ზედაპირული გარეცხვითან გადაწმენდით ვერ ვარღვევთ ჩვენ ამ ფირფიტას. თანდათანობით ჯერ თავიდან სლიპინა, მერე ხდება უხეში, ხორკლიანი და თუ დავაკვირდებით, აი ეგეთი ადგილები არის. ანუ დაბინძურების პირველი სტადია არის კრიალას სლიპინა ზედაპირი და დაბინძურების უფრო მძიმე სტადია არის უკვე ხორკლიანი. აქ არიან გამაგრებულები ბაქტერიები, თავს იცავენ აი ამ ფენის ქვეშ და იქ თუ ისეთი მყარი ხეხვით ან სადეზინფექციო ხსნარებით არ მოვაშორეთ, ჩვენ მანდ ბაქტერიებს ვერ ვამარცხებთ. და ეს არის ყველაზე საშიში ადგილები სამზარეულოში, ბიოფილმი ეგრეთ წოდებული. შეიძლება მაცივარშიც გაჩნდეს. ძალიან ვხვდები სხვადასხვა ადგილებზე, მაგრამ მაცივარი კიდე მინდა დავასრულო, რომ ხშირად შხეფებია მაცივარში, რომლებიც დაუყოვნებლივ უნდა გაიწმინდოს. და რამდენიმე კვირაში ერთხელ მაინც მაცივრის ძალიან ღრმა წმენდა უნდა ჩავატაროთ. ანუ ორ კვირაში ერთხელ ხო, ყველაფერი უნდა გადმოვალაგოთ. თუ კი რამე ჩარჩენილი გვაქვს და მაცივარში ჩარჩენილი რაღაცეები ყველა ოჯახშია, რა თქმა უნდა გასაგებია რომ მაცივარი წარმოვიდგინე და საოცრება ხდება. ადამიანის ფსიქოლოგია ეგეთია გასაგებია ყველა ეგრე ვართ რომ გვენანება სწრაფად გადაყრა პროდუქტის, მაგრამ უნდა გვახსოვდეს რომ ჯობია გავიმეტოთ ვიდრე მერე იმისი მავნე შედეგები თავი რო დავანებოთ დასუფთავებაც გვეზარება. დასუფთავებაც გვეზარება. მოკლედ ზედმეტი რაღაცები უნდა მოშორდეს, რომლებიც საეჭვოა და დიდი ხნის შენახულია და კარგად და ძირფესვიანად უნდა გაიწმინდოს მაცივარი. და ისევ უბრუნდები მოკლედ ეს ბიოფილმები უნდა გვახსოვდეს. სპეციფიური ცოტა სუნის ან არ კონდეს სუნი, ესეთი სლიპინა ან ხორკლიანი შეხებით ზედაპირები რაც იქმნება სხვადასხვა ადგილებში. მე მინახავს რომ ეს აპლიკატორი შესაძლებელია, როგორც აკერცლო კიდევაც, ანუ აი როგორ ააცალო, ესეთი გაშრება, ხო, ეს და ესეთი დაბინძურებული ზედაპირიც შემხვედრია. და ხო და დავუბრუნოთ შენს შეკითხვას, რომელ უშუალოდ რომელ ინფექციებზე ვლაპარაკობთ, ხო?
ზოგადად რო შევეხო ზაფხულის ინფექციები, ეგრეთ წოდებული, ცოტა მოკლედ შევეხოთ, მაინც რახან ჩვენ ახლა ინფექციებზე ვლაპარაკობთ, ზაფხულის ინფექციების რამდენიმე ჯგუფი არსებობს. ერთი არის საკვებით და წყლით გადამდები ინფექციები და ეს ყველაზე მთავარი ნაწილია და ჩვენ თემასაც ეს უფრო ეხმიანება, მაგრამ ორი სიტყვით კიდე სხვა ინფექციები რო ვახსენოთ ზაფხულის, ეს არის ის ინფექციები, რომლებიც წერებით გადადის და ზაფხულში ძალიან ხშირია, იმიტომ რომ ადამიანები გარეთ ხშირად არიან ბალახში და ამაზე ალბათ ცალკე ღირს ლაპარაკი, მაგრამ ერთი სიტყვით მინდა კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს, რომ როდესაც ბუნებაში გადიან და ბალახთან კონტაქტი უწევთ, ეცვათ გრძელი შარვალი, რომ დაფარული იყოს და განსაკუთრებით ბავშვებს ჯობია რომ გრძელსახელოიანი ეცვას, რომ შემცირდეს და ყოველთვის ბავშვები უნდა დავათვალიეროთ დღის ბოლოს, რომ ხომ არ არის ჭამჭდარი ტკიპ. მეორე ჯგუფი არის ყურის დაავადებები ზაფხულში, რაც ხშირია, ეგრეთ წოდებული ხო მოცურავის ყური, რასაც ქვია, იმიტომ რომ განსაკუთრებით ხშირია ვთქვათ აი ტბებში და მდგარ წყლებში ან ნაკლებად სუფთა აუზებში ცურვა და თუ ის წყალი ჩაგუბდა, ხშირია ყურის ინფექციები და ამ მხრივ ყურადღებით უნდა ვიყოთ. ასევე ერთ-ერთი ჯგუფია ინფექციების ფეხის სოკოვანი ინფექციები, ფეხში შველი ხშირად დადის ხალხი, მაგრამ თავარი მაინც დაუბრუნდეთ ისევ წყლით და საკვებით გადამდებ ბაქტერიებს, ვირუსებს და პარაზიტებს. ეს ძალიან დიდი თემაა, მაგრამ მოკლედ რო შევეხოთ, ბაქტერიებიდან შედარებით ყველაზე ხშირია სალმონელა და შიგელა და ნაწლავის ჩხირი, რომლებიც ჩვენ სამზარეულოშიც ადვილად შეიძლება რომ გამრავლდნენ, აი კვერცხზეც ვილაპარაკეთ, ხორცზე და ასე შემდეგ, ეს ბაქტერიები ადვილად მრავლდებიან საკვებში, ხელის ჰიგიენა აუცილებელია და როდესაც ვართ მაგალითად დასასვენებლად ან შევდივართ რესტორნებში, ზაფხულში თუ ძალიან ცხელა, ჯობია რომ ჯანსაღი კვების პრინციპებზე ცოტა ხნით უარი ვთქვათ და ნაკლებად ჭამოთ სალათები, ხო? აი წარმოვიდგინოთ ჩვენს სამზარეულოშიც კი სალათის ფურცლების და ბოსტნეულის რეცხვა მწვანილის რამხელა პრობლემაა. რამდენ ხანს ვუნდებით რომ იმ ნაოჭებში არ ჩარჩეს რამე და ამის რისკი მაღალია და ესეთი ძალიან გადატვირთულ რესტორნებში ალბათ შეიძლება ვთქვათ არ დამეთანხმონ და ეწყინოთ, მაგრამ ძალიან მიჭირს დაჯერება რომ ძალიან სკრუპულოზურად რეცხავენ და სხვა შორის ახლა არაერთია ერთი შეკითხვა აუცილებლად უნდა ვისარგებლო შემთხვევით ჩვენ გამიზარდეთ იმ ეპოქაში სადაც ცხოველების ფობია არსებობდა აი განსაკუთრებით ბებიებს, ბაბუებს, ჩვენ მშობლებსაც კი სახლში არ უყვარდა ცხოველი და ყველას ჰქონდა შიში რომ არ დაგვემართოს ეხინოკოკი, ხო? ეხინოკოკოსზე როდესაც იყო საუბარი. რა შანსებია გაურეცხავი მწვანილისგან დამართება ეხინოკოკის და მოვლილი ცხოველით, რომელიც მუშავდება ჰელმინთებზე და ყველა პარაზიტებზე. აი რომ შევადაროთ თუ არსებობს რაიმე სტატისტიკა და ეს ფობიები დღემდე მოდის და აი ცხოველების ზიზღი აი ხშირად არის ხოლმე აი სწორედ აი ეხინოკოკიდან გამოწვეული. არა მარტო ეხინოკოკიდან რაღაც ესეთი გაერთიანებულად, სტერეოტიპულად რომ ძაღლისგან და კატისგან რაღაც გადაგედება. კი, ნამდვილად მართალია, არასწორად მოვლილი სამზარეულოდან ინფიცირების რისკი ბევრად მაღალია და კიდევ ვიძახი ბევრს შეიძლება ზედაპირულად კარგად აქვს დალაგებული და ვერც წარმოუდგენია რომ იქ მიკროორგანიზმებია, ვიდრე ნორმალურად ვაქცინირებული და მოვლილი ძაღლის და კატისგან. რა თქმა უნდა, ცხოველებისგან ზოგიერთი ინფექცია შეიძლება გადაედოს ადამიანს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ადამიანიდან ადამიანზე შეიძლება გადაედოს სხვა შორის. რა თქმა უნდა. და ამიტომ მაშინ მარტო ვიცხოვროთ და არავისთან კონტაქტი არ გქონდეს. ამიტომ ეს ამ დროს ახლა ეს სხვა თემაა, მაგრამ ცხოველს რამხელა პოზიტივი მოაქვს და ბავშვის მენტალიტეტზე რამხელა პოზიტიური გავლენა აქვს და ზრუნვას სწავლობს და ადამიანად იზრდება, ეს კიდე ცალკე თემაა. ამიტომ ცხოველებზე ეს რაღაც უცნაური აგრესია და მეზიზღება ბავშვობიდან გადიძაღლო ტერმინი, აი რაღაცა ესეთი ზიზღი, რომ აი ცხოველია და უნდა გავაგდოთ. ახლა გასაგებია, რომ ქუჩის ცხოველებთან გარკვეული სიფრთხილე უმართებს და ეს კიდე ცალკე თემაა, მაგრამ სახლში რომ აქვთ პრობლემა და ძაღლი ყავს ამას სახლში და იმასთან ვერ მივალ და ვერ შევჭამ. აი გამიგია ეს ფრაზა და არ ვიცი მაგიჟებს ეს. მოკლედ რა თქმა უნდა თქვენ კითხვაზე პასუხი რომ გაურეცხავი. თქვენობით მელაპარაკე. ბოდიში. მწვანილი არასწორად მოვლილი სამზარეულოდან და მწვანილიდან შეიძლება უფრო მეტად ინფიცირდეს ადამიანი ვიდრე შინაური მოვლილი ცხოველისგან, ეს ფაქტია და სწორია ეს. ისევ მოდი რაღაც წესებთან დაკავშირებით რომ შევჯერდეთ, აი ისევ აი ეს რა ქვია ტილო, ხო? ბიჭირავს, ანუ რამდენად უნდა გქონდეს ტილოების სახში, თქვათ, რა არისთვის უნდა მოვიხმაროთ დივერსიფიცირება, რამდენ როგორ უნდა მოვახდინოთ თუ არა ტილოების, რომ იყოს რაღაცა მაგიდის ტილო, იყოს რაღაც სხვა ზედაპირებისთვის განკუთვნილი ტილო.
ისევ დაუბრუნდები, რომ ჯობია რომ ტილოები არ იყოს და იყოს ქაღალდის სამზარეულოს ხელსაყრელი. და თუ იქნება გავრეცხოთ სარეცხ მანქანაში და გავაშროთ მერე ძალიან კარგად. და ისე ცალ-ცალკე ვთქვათ ჭურჭლის საშრობი ტილო, რომელსაც გარეცხვის მერე ზოგიერთები, ისე ვიცახი, იდეალურია ჭურჭლის სარეცხი მანქანა. აქაც რა თქმა უნდა ისევ ეკონომიურ შეზღუდვებზე ვლაპარაკობთ და ძნელია ბევრი ოჯახისთვის, მაგრამ თუ ამის შესაძლებლობა არსებობს და აქაც ზოგჯერ სტერეოტიპი უფროა ვიდრე ეკონომიური შეზღუდვები. ზოგს შეუძლია, მაგრამ მიაჩნიათ რომ ჭურჭლის სარეცხი მანქანა ცუდია. არაერთხელ გამიგია ეს, რომ ის როგორ გარეცხავს, ისე როგორც მე გავრეცხავ. რა თქმა უნდა, იქ თერმული შეიძლება საერთოდაც რომ გამოვიღებთ ჭურჭელს, სადღაც რაღაცა შერჩენილი ზედ კონდეს და მართლა ხელით გარეცხილი უფრო კარგად გამოიყურებოდეს, მაგრამ ის ისეთ ტემპერატურაზე ირეცხება და მერე შრება, რომ იქ უკვე რისკები რომ ინფექციებია დარჩენილი, გამორიცხულია. და სხვა შორის ისევ დაუბრუნდები, როდესაც ვამბობდით აი დასასვენებელ ადგილებზე, კურორტებზე, რესტორნებში, კი თანამედროვე რეგულაციებით ვალდებულები არიან, რომ ქონდეთ ჭურჭლის სარეცხი მანქანა და არ ვიცი მედია იცავენ, მაგრამ მინახავს ხოლმე ისევ ხელით რომ რეცხავენ და ეგ არის დაუშვებელი. ესეთ ქსელებში და რესტორნებში მაინც აუცილებლად უნდა იყოს ჭურჭლის სარეცხი მანქანა და აი ხანდახან ისე მიხარია ხოლმე, როდესაც მიმტანს მოაქვს თებშები და ცხელია, ჯერ კიდე სიმშვიდის გარანტიაა ეს, იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ, ხელით შეუძლებელია ამ ხელა ბრუნვის პირობებში, რომ სწორად გაირეცხოს ჭურჭელი, განსაკუთრებით აი ჩანგლები და ასე შემდეგ. და ისევ რომ დაუბრუნდეთ ტილოებზე დავიწყე ლაპარაკი, თუ ჭურჭლის სარეცხი მანქანაა, იქ გამშრალება არ გვჭირდება, რა თქმა უნდა. გამშრალებას ისევ ამ ტილოთი გამშრალებას ჯობია რომ თუ მანქანა არა საშრობზე დავალაგოთ და ჰაერზე გაშრეს, ოღონდ ჯობია რომ ის თარო დახურული არ იყოს, ღია იყოს. ზოგს რაღაც ესეთი საუქშიში რომ აი მტვერი დაედება. ნუ ხა სამზარეულოში ამდენი მტვერი არ გვაქვს ჩვენ რომ გარეცხილ ჭურჭელზე მტვერი დაედოს. ამიტომ ჯობია ღიათ იყოს და ჰაერზე გაშრეს. ჩვენს მიერ გარეცხილი ვიდრე უსვათ ეს ჭურჭლის ტილო, რომელიც კიდევ ვიმეორებ შეიძლება ბაქტერიების ნიადაგი იყოს. ან მაშინ ყოველ გამშრალებაზე ჩვენ ახალი ტილო უნდა გამოვიყენოთ. მარწყვის სეზონია. კარგი თემაა, ჩემი საყვარელი. და ხშირად, როდესაც ხო ვიზუალურადაც, როდესაც სერვირებას აკეთებენ ადამიანები, ხო ძალიან უხდება მარწყვის თავისი მწვანე. საერთოდ არ უხდება, მე თუ მკითხო. მე მგონია რომ უხდება. არა, მაგის დანახვაც კი შიშს მგურის. ხო, აი რა საფრთხე მოაქვს მარწყვის სეზონზე მარწყვის ყუნწებს. ხო, აი ეგეც კიდე მითია, რომ თუ ყუნწს მოვაშორებთ მარწყვის, წყალ-წყალა ხდება და რაღაცა იმის გემოეკარგება, ნუ აბსოლუტურად არასწორია. მარწყვის ყუნწით გარეცხვა, მარწყვის გარეცხვა არ არის, იმიტომ რომ რაც არ უნდა კარგად ვრეცხოთ, აი ძალიან ბევრჯერ შემიმოწმებია, რომ მოაშორებ, იქ ძირში მაინც რჩება რაღაცა. შეიძლება ეს თვალით ხილული არ იყოს, მაგრამ შეუძლებელია ყუნწი ან მარწყვში ბოლომდე გაირეცხოს. ამიტომ თუ მაინც და მაინც ამოჩემებული გვაქვს ეს ყუნწები, მაგრამ არ მესმის ამისი ახსნა რა არის, ნუ მაშინ ყუნწთან ახლოს არ უნდა შევჯამოთ. მაგრამ კრემზე დატყეპებული ყუნწიანი მარწყვი საერთოდ აი ჰიგიენასთან არანაირ შესაბამისობაში არ მოდის და მაცეცხლებს ხოლმე. იმიტომ რომ იქ ხო ბაქტერიები აუცილებლად რჩება და იმ კრემში ხო აუცილებლად გადადის. და რა არის ამ ყუნწის ასეთი მშვენიერება, რომ ვერ ველევით. არ უნდა იყოს და ამიტომ პასუხისმგებლიან და კარგ და ცივილურ საცხობებში არ არის და არ უნდა იყოს ყუნწიანი მარწყვი დატყეპებული ტორტზე. მოკლედ და არც მაგიდაზე არ უნდა მივართვათ, სტუმარს პატივი უნდა უცეთ, მოკლედ ყუნწი უნდა იყოს მოცილებული და ისე გარეცხილი. სხვანაირად მარწყვის სისუფთავეს ჩვენ ვერ შევინარჩუნებთ. ძალიან ბევრი ვისაუბრეთ და ძალიან მიფიქრობ, რომ ძალიან პრაქტიკული რჩევები მივეცით ადამიანებს და თუ გაითვალისწინებენ ძალიან კარგი იქნება, იმიტომ რომ ეს არის პრევენცია, არის საუკეთესო შესაძლებლობა იმისა, რომ ხომ არ დაავადდნენ ადამიანები. სამზარეულოზე ბევრი ვისაუბრეთ და აუცილებლად მინდა კითხო, შენ როგორი კულინარი ხარ და როგორია შენი სამზარეულო? საშინელი კულინარი ვარ. უბრალოდ დროც არ მაქვს. ძალიან თუ მოვინდომებ ხოლმე რაღაცები გამომდის, მაგრამ ეს ძალიან მონდომება იშვიათია და შესაბამისად ჩემს სამზარეულო დიდად დატვირთული ჩემს მიერ არ არის და ამიტომ დიდად ვერც ბაქტერიები ვერ მყავდებ. მაგრამ ისე რასაც ვლაპარაკობ, იმას მაქსიმალურად ვცდილობ, რომ დავიცვა, თუმცა როგორც წეგავ თქვი, მეც რა თქმა უნდა ზოგი ისეთი ჩვევა მაქვს, რომელიც უნდა გავიხსენო თავს ძალა დავატანო, რომ გამახსენდეს, რომ ესე არ გავაკეთო, თორე პირველად ინსტინქტები მე ზუსტად ისეთი მაქვს, როგორც ყველა სხვას. აი მაგალითად, თუნდაც აი ესე ჩვევა, რომ რძის პროდუქტი ჩავდგა კარებში, გამჯდარი მაქვს.
ხო, კეფირს უხდება მაცივრის გარი, რომ უცბად გააგებ, გამოიღებ და так. დროა დავამშვიდობოთ. ფიქრობ საინტერესო პოდკასტი გამოგვივიდა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პრაქტიკული რჩევა მივეცით ჩვენს მაყურებელს. ეს იყო პოდკასტი ჯანმრთელობის მატრიცა. მაია, მოდი ერთად მოვუწოდოთ, რომ გამოგვიწერონ, იმიტომ რომ ეს ჩვენი мотиваციისთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალ-ახალი ინსპირაციები დაგვებადოს თემებთან დაკავშირებით, რასაც შემდგომში გავუზიარებთ ხოლმე ჩვენს მსმენელს და მაყურებელს. გამოიწერეთ პოდკასტი ჯანმრთელობის მატრიცა და აუცილებლად დაგვალაიქეთ. უთხარი შენც. დაგემშვიდობებით, გეუბნებით, გამოგვიწერეთ და დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მადლობა.